სამშაბათია და ტრადიციულად მოგესალმებით სახელოსნოდან, განახლებული ფორმატი, განახლებული სტუდია და განახლებული შემართება. ძალიან ბევრი ინფორმაციას მიიღებთ მეორე სეზონიდან და შესაბამისად ჩვენი გადაცემის პირველი სტუმარია უნეტარესი მშენებელი მარიამ საჯაია. მოგესალმებით მარიამ, მადლობა, ძალიან მინდოდა პირველი ცალთ ახალ სტუდიას, ახალ სეზონს და დასაწყისიც ეგეთი უნდა ეგრევე უნეტარესობაში. უნეტარესი მშენებელი, შენ ჩვენთვის ხარ უნეტარესი მშენებელი, იმიტომ რომ შენ ძალიან ბევრ ადამიანს აწვდი ძალიან საინტერესო და გამოსაყენებელ ინფორმაციას. მოტივაციას მაინც თუ. მოტივაციას მაინც და ყველაზე საინტერესო ეხლა ჩემთვის არის რა. ჩვენ ამ თემაზე არ გვაქვს ნასაუბრები და მინდა რომ საზოგადოებაც გაიგოს. საიდან დაიწყო ეს ყველაფერი? რატომ აღმოჩნდი და როგორ აღმოჩნდი მუხრანში? მუხროვანი არა, მუხრანში. ხო, ანუ რაღაცა მაინც ჩემი ისტორიის მოყოლა მიწევს, ხო? ოკეი, ანუ ეს პარლამენტარი რო ვიყავი, მშენებლობამდე ეგეც ვთქვათ ბარებ რა. მე იყო რაღაცა მოგზაურობის პერიოდი, იმიტომ რომ რაღაცა ისეთი პირადი კრიზისული პერიოდი იყო, როდესაც რაღაც საკუთარი თავის რედეფინიციას ცდილობდა. ამ მოგზაურობის პერიოდში ნუ ვეძებდი იმას, აი რა შეიძლებოდა ცხოვრებაში მეკეთებინა რა, ანუ რაღაცა ცხოვრების აზრის რედეფინიცია და აქ მოვიდა ეს რომ ანუ მჭირდება ბუნებაში ცხოვრება. ამიტომ ვეძებე და ვიპოვე ნაკვეთი, რომელიც მუხრანში აღმოჩნდა. ესე განსაზღვრული ჩემთვის იმიტომ ეს ლოკაცია არ იყო რაღაც წინაპრების ლოკაცია ეს არის. ანუ პირველად ვიყავი ამ მიწის სანახავად ჩასული მუხრანში და ვნახე და დავრჩი. ეგეთი ამბავი იყო რა. და ანუ იყო რაღაცა ცარიელი მიწის ნაკვეთი, ხეებით, მაგიტო სულ ცარიელს ვერ ვამბობ, იმიტომ რომ ძალიან დიდი რაღაცა მადლია, რომ ხეები გვხდება რა, მსხმოიარე ხეები. რაღაც რომ არის უკვე. არა, ხო, ანუ ეგრევე ჩავედი და ჭამა დავიწყე რა. მარწყვი იყო, ალუჩა იყო ზუსტად აპრილის ბოლო იყო, რომ გადავედი 7 წლის წინ და ეგრევე დამხვდა რაღაცები და ეგრევე ჭამა დავიწყე რა, საკვები არიან, სახლი არ არის, ჭერი არ არის, კედლები არ არის, არაფერი არ არის, მაგრამ საჭმელი არის რა. რაღა კიჭი. აი სანამ ამ რაღაც საოცრებებს იქ გააკეთებდი, იქ საცხოვრობდი. კარავი გავშალე, ეს აზიაში ნამოგზაურები კარავი, ბოლოს მუხრანში დაფუძნდა. დაახლოებით თვენახევარი კარვით ვიცხოვრე და ამასობაში ვაშენებდით ფარდულს. პატარა, ნუ აი რაღაცა ერთი შენობა რო იდგეს, რაღაცა ეგ იყო მიზანი და პალეტებით, აი პადონებს რო ვეძახით, პადონებით კედლები აეწყო, მერე ეს გადაიხურა, ამ პადონებში ნამჯა ჩავტენეთ, ესე დაშლილი ნამჯა. მეორე მხარეს ცოტა დიდი ისინი როა პადონებს შორის დაშორება ფიცრების, რა, სამი ნაჭერი როა, იქ ესე ძაფი შურუპები დავარტყით და ესე თოკი გავუკეთეთ, რომ ეს ნამჯა არ გამოცვენილი იყო და ანუ პირველი ჩემი ლესვა იყო ძალიან სასაცილო, რომ მეთქი აი ამაზე ხა ეს ნალესს რო ესე მეთქი გრავიტაცია არ მუშაობს, არ ჩამოწვივდება, თუ რაღაც ანუ ამდენად არაფერი არ ვიცოდი რა, რომ მეთქი აი როგორ გაჩერდება ეს ნალესი, ესე ვერტიკალურად კედელზე. აი ზუსტად ეს კითხვა მაქვს შემდეგი, რომ ეს ყველაფერი თქვა, შენი მიმართულება არის უზომოდ საინტერესო და საზოგადოებისათვის უზომოდ საინტერესო. შენ ცხოვრობ ახლა სახლში, რომელიც ალბათ საქართველოში არის ერთ-ერთი ყველაზე ეკოლოგიურად სუფთა გარემო. ხო, ანუ კომპოსტირებადი სახლი არის, ნახე, ანუ ეს სახლი რო დაშალო, დაკომპოსტდება, არაფერი არ დარჩება ამისგან. ნუ კრამიტები არ დაკომპოსტდება ეგრე მალე რაღაცა დროს, მაგრამ ეგეც ბუნებრივი ანუ მიწისგანაა, ხო, ანუ ეს არის ეკომეგობრული, არა, კომპოსტირებად სახლს ეძახი რა. სად ისწავლე ეს ყველაფერი? წიგნით ისწავლე, რომელსაც პრაქტიკაში იქვე გადაგქონდა პრაქტიკაში რეალურად. ანუ მანამდე რაღაცა მან სანამ მე ამას ავაშენებდი, ერთი სახლი იყო საქართველოში, ნამჯი სახლი აშენებული, ჩავედი ვნახე, მაგრამ დასავლეთში მე მგონი. არა, კახეთში. ახლა ერთი არ კიდე დასავლეთში. კახეთში, ბაკურციხეში. ჩავედი ვნახე, მაგრამ სამშენებლო პროცესი დასრულებული ქონდათ და ასე რომ რაღაც გარკვეული გამოცდილება მიმეღო, რომ აი აბა თიხის პლასტირი როგორ გამოიყურება და აბა კირით როგორ ილესება და ეს ნამჯა როგორ არის და რაღაცები ვერ. იმიტომ რომ დასრულებული სახლი იყო, არ იყო მიმდინარე მშენებლობა. ანუ მიმდინარე მშენებლობა რო ყოფილიყო, აი რაღაცა ხელშენხები გექნებოდა, რომ აი ეს გამოვა ასეთი თქვა. სუპივით უნდა იყოს ეს პლასტირი თუ აი რაღაცა ცოტა შემხებლობა გექნებოდა, წარმოდგა გექნებოდა, რომ ამით რაღაცა კონკრეტული პროდუქტებით რომ აკეთებ რაღაცა თქვათ, შეფიქრნას, ნალეს,
რა გამოვიდო და იმას მაინც ნახავთ. ანუ ექსტრემალურ პირობებში აშენა ეს ყველაფერი. არ იცოდი რა გამოვიდო და აბსოლუტურად არაფერი არ ვიცოდი, ანუ აი თიხის გატესტვაც კი არ ვიცოდი, რომ ეს თიხა ივარგებს თუ არ ივარგებს, იმიტომ რომ თიხა მიწით პირდაპირ ზოგჯერ არ უნდა გალესო, არის თიხის გარკვეული შემადგენლობა, ეხლა დეტალებში რო ჩავიდე რა, რადგან ცოტა ესე კი, ტექნიკური გადაცემა ეს ჩვენ და შეიძლება თამამად ისაუბრო მსგავს რაღაცა. ამაზე ეხლა ესეთ ხალხთან რო ვლაპარაკო, ცოტა რა თიხაზე ეს არის აუ ნამჯად თიხა პროპორცია და რა არ value და რაღაცები რას ლაპარაკო ხო არ გაგიჟდი ხო მოკლედ ანუ თიხის შემცველობა უნდა იყოს დაახლოებით 15-დან 25 აი 25 მაქსიმუმ 20% რა თიხამიწის თიხიანობა იმიტომ რომ სხვანაირად დასკდება თუ ძალიან მაღალია თუ ძალიან დაბალია მაშინ ნუ ქვიშა იქნება და არ შეიკურება კი არ შეიკურება რა აი როგორც დანარჩენი პლასტირები მაგალითად აი ცემენტის რასტვორს ნაზავს რო ეძახიან პლასტიკს რო ეძახი მე იმიტომ რომ პლასტერ წერია იმ ჩემ ბიბლია წიგნში რომლითაც ეს ვისწავლე რომლითაც სარგებლობ ну ეხლა ხო იმდენად არა, როდესაც რაღაც ახალზე მივდივარ, მაინც მივალ ხოლმე და მეთქი აბა გურუ რა სიტყვი. აქ როგორ მეუბნებიან. გურუ როგორ აბა რა სიძახიან და სახს რო ვაშენებდი, ეგრე ვიყავი ხოლმე რაღაცას რო გავიჭედებოდით, ერთი წუთი უკაცრავად და ამ ჩემი რაღაცა კირიანი ხელებით მივდიოდი და მოდი აბა ვნახოთ აქ რა წერია. შეგხვედი რომ ერთხელ აუცილებლად გვიმასპინძლებ ამ შენ ვაშენებულ რაღაცებში. ხო, მოკლედ, ну რაღაცა ესეთ პროცესში ვისწავლე მშენებლობა და გამოვცადე და მე უკვე რაღაცა პრაქტიკაში გადამქონდა ეგრევა როგორც კი რაღაცა ვკითხო ერთი თვალი გადავავლე თავიდან ბოლომდე ამ წიგნს რომ მე მწოდნოდა სად რა უნდა მეძებნა რაღაცა თავები რის მიხედვით იყო დაყოფილი და რაღაცა პატარა ნიუანსები სად რა ეწერა და მე აი რომ დავიწყეთ უკვე მშენებლობა პერიოდულად აი როცა რაღაცა ვიჭედებოდი რაღაცაზე მეთქი ერთი წუთი კონსილიუმი იყო ხოლმე მოხალისეები იყვნენ და ერთი მოხალისე იყო რომელიც დიდხანს რაღაც 3 თვე ჩემთან იყო იტალიელი ფედერიკო. იქ ფედერიკო თუ მიყურებ. ფედერიკო თუ მიყურებ მოგესალმები. კი, ფედერიკო გვიყურებს ხოლმე და ცოტა გამოცდილება ქონდა და აი რაღაცა ეს დავდგებოდით და ვლაპარაკობდით ხოლმე ზოგჯერ რაღაცა 1-10 მოხალისე მყავდა ხოლმე რა და ვიღაცებს რაღაც პატარ-პატარა გამოცდილებები ქონდათ, იმიტომ ძირითადად ევროპელები იყვნენ, დაახლოებით 80% გერმანელი და იქ მაინც უფრო გავრცელებული არის. კი. კი ბატონო. თუნდაც ანუ ჩვენთან რა არის, იცი, ჩვენთანაც გავრცელებული იყო ეს ყველაფერი, უბრალოდ წყვეტა იყო, დაიკარგა ხდები, ეს ყველაფერი არის კარგად დავიწყებული ძველი რა, ანუ რამე ახალს კი არ ვიგონებ. ეს არის ის რაც ნუ აი რაღაცა საუკუნეების გამო მართლა 1000 წლების წინ ადამიანმა პირველი სახლი როგორც ააშენა, დაახლოებით ეგ პრინციპი ხან ნამჯის სახლი არა, მაგრამ ეს თიხამიწით შენება, იგივე კირთან ურთიერთობა, ეს ყველაფერი არის ის რაც ნუ აი რაღაცა ძალიან დიდი ხანი ადამიანები რასაც აკეთებდნენ რა. ხო, ახლა არსებობს გავსი რაღაც ალტერნატივები, რა თანამედროვე ტექნოლოგიები, სადაც გამარტივებულია უბრალოდ რაღაცა. უკვე ჰემფკრიტები არის და ტრადიციულად ახლა 3D პრინტული მიწის სახლი. ანუ თანამედროვე ტექნოლოგიებით რო გესარგებლა გაცილებით გამარტივებდი თქვა პერიოდს და შეამცირებდი. ანუ ეს ტექნოლოგიები შესაბამისად ამაზე მეტყველებს რომ ახალი პროდუქტები და ტექნოლოგიები არის იმის გამო რომ დრო შემცირდეს უბრალოდ დრო შემცირდეს და ანუ პლუს რა არის იცი რომ ტენდენცია მომავალი აქვს ამ მწვანე მშენებლობას და ამიტომ ნუ აი ეს 3D პრინტერი დაპრინტული მიწის სახლი უკვე არსებობს. ხვდები? და კარგია რომ ტრენდულიც გახდეს ეს ყველაფერი, იმიტომ რომ რაღაცა თქვა ეკოლოგიასთან თუნდაც აკვე პროდუქტებზე, თუნდაც რაღაც გამოვნა ბოლქვსი ასე შემდეგ, ნელ-ნელა მთელი მსოფლიო გადადის ამ რაღაც ეკო მიმართულებით და აქაც ალბათ უკვე ნელ-ნელა დაიწყება რომ მე სულ ამბობ რომ მომავალი აუცილებლად არის მწვანე რა, იმიტომ რომ უბრალოდ სხვა გზა არა გვაქვს. ისევ ჩვენი თავის გაფრთხილება არის, იმიტომ რომ აი რაღაცა დედამიწას მოუფრთხილდეთ კი არა, ამით ყველა რეალურად ჩვენ თავს მოუფრთხილდებით, იმიტომ რომ დედამიწა შეგვიფერთხავს, როგორც დინოზავრები შეეფერთხა. და დედამიწა განაგრძობს არსებობას, უბრალოდ ჩვენ გადარჩენაზე აქვს საუბარი და ამიტომ რაღაცა ჩვენივე ცნობიერება გვაქვს გასაზრდელი ამაზე, რომ ჩვენი თავის გადასარჩენად გვჭირდება, რომ ამ მწვანე სოლიუშენებზე გადავიდეთ, რა გამოსავლები ვიპოვოთ. ყველაზე ბეთ სიბინძურეს ჩვენ ვიღებთ იმ გარემო პირობებიდან, სადაც ყველაზე მეტ დროს ვატარებთ, ანუ ეს არის სახლი. კი. და გამომდინარე აქედან ეს ეკომეგობრული უნდა იყოს. ჩვენ ჯანმრთელობაზეც ზემოქმედებს რა, ანუ რამდენად ბუნებრივია ის მასალები, რომლითაც აშენებული არის ის გარემო, სადაც უმეტეს დროს ატარებ. მარტო სახლი არა, ქალაქის პირობებში სამსახურები რა, მაგალითად ინდუსტრიული შენობები. და თუ რაღაცა ჯანსაღი არ არის ეს შენობა, sick building syndrome-ით ძალიან ისეთი მნიშვნელოვანი რაღაცა არის რა, ანუ
არც იცია შეიძლება ადამიანებმა რომ ეს აქვთ და ნუ აი რაღაცა ქალაქში ყველა დეპრესიაშია რატომღაც იმიტომ რომ შეიძლება მართლა უბრალოდ sick building syndrome იყოს რა იმიტომ რომ არ არის ჯანსაღი ის გარემო რომელშიც ვართ და ეს ძალიან მნიშვნელოვანია ადამიანის რაღაცა მარტო ფიზიკური ჯანმრთელობისთვის არა რა ემოციური მენტალური ან ბევრი შრე არის რაც ყველაფერი ერთმანეთზეა გადაბმული. შენ ხშირად გიწევს, თქვათ, სამშენებლო სარემონტო მაღაზიებში სიარული. აჰა. აქ ეს ვიდეოებიდან, შენი ვიდეოებიდან ხედავთ ხოლმე. ცდილობ რომ ძალიან ბევრიც არ ვიარო. აი ჩემი მიდგომა არის ეგ ბოდიში გაწყვეტინებ, მაგრამ ანუ რაღაცა მე ვარ რაღაც კონსიუმერიზმის ჩარჩოებიდან გასული. ვცდილობ რომ ანუ ბოლო ვარიანტი იყოს რაღაცა ახლის ყიდვა მანამდე რაღაცა ვცდილობ რომ ან მეორადი. ოღონ ნუ ხარისხს რა თქმა უნდა ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ახლა მე თუ მეორადის ყიდვა მომიწევს 10 ჯერ, მაგას ჯობია რომ ერთხელ რაღაცა ისე ნორმალური იყიდო და ეს ყველაფერი არის ფარდობითი და უნდა იფიქრო რომ აი რომელი ჯობია შენთვის გარემოსთვის, აი ბევრი ფაქტორია რასაც ასე რომ ბოლოს მივდივარ ხოლმე კი სამშენებლო მაღაზიებში ძალიან. როგორ ფიქრობ თქვათ ეს ყველაფერი რომ გეკეთებინათ, რაღაცა არა ძველი მეთოდებით სიტყვაზე და არა ეკოლოგიურად გეკეთებინათ, რაღაც რაც არსებობს ახლა ბაზარზე. რამდენად ეკონომიური იქნებოდა, თქვათ ეს მიმართულება რაც შენ გააკეთე და რაც ბაზარზე არსებული პროდუქტებთან მიმართებაში. მე მგონია მაინც რომ ბევრად ძვირი დამიჯდებოდა ამ სახლის აშენება. ვიდრე დამიჯდა. ანუ მასალა მაქვს ნაყიდი მეორადი ხის მასალა, ძირითადად 80% არის მეორადი ხის მასალა, მაგ პერიოდში იშლებოდა რაღაცა ერთი ძალიან კარგი შენობა და დავაჯექი რაღაცა და მაქედან მომქონდა საყრდენი კოჭები, შემკრავები, შტრაფილები, რაღაცა ყველაფერი მაქედან მაქვს, კრამიტი. როგორი ტერმინებიც არის მასში ვიყენებს უკვე ყოჩა. მასალასაც ვსწრობ რო შევხედავ, გეტყვი რა მასალა არის, არ არის პრობლემა. რამდენიანია ფიცარი, სისქე რაღაცები, 5-იანი, მეთქი არ არის ეგ 5-იანი, 4 და 80-იანი იქნება. რომ გატყუებე, ხო? მეთქი მე მჭირდება 5-იანი, ზუსტად. ხო, მაგ ხოლმე კი, უკვე ეგეთი რაღაც პროფესიული ჩვევები უკვე მაქვს. და მოკლედ ეს მეორადი მასალები ხო არის, კედლებში ნამჯისტუკები, ანუ ნამჯისტუკები რო არ გამომეყენებინა, რა უნდა გამომეყენებინა, თქვა ბლოკი, ხო? კი ბატონო. ბლოკი არის შეიძლება ძვირი არ დამჯდარიყო, მაგრამ ის იზოლაციის შესაძლებლობა, რაც ნამჯას აქვს, მაგდენი ბლოკი რო გამომეყენებინა, ან ბლოკი საერთოდ ვერც მომცემს მაგდენ იზოლაციას, რასაც მე ნამჯისტუკი მაძლევს. მაგრამ სხვა საიზოლაციო მასალები რო გამომეყენებინა. რატო მაგალითად სპონსორი სპეცკომფორტი, რომელიც საიზოლაციო ბლოკებსაც ამზადებს. მაგრამ ეს ბლოკების მიმართულებით. ხო, მაგრამ რასაც შენ ამბობ, ეს რადიკალურად განსხვავებული პროდუქტია. კი, და ნუ რაღაცა სიმარტივე არის ამის მთავარი ბენეფიტი რა, ანუ ნამჯა, რომელსაც აგერ კახეთში რო წახვალ წვავენ ამ ნამჯას, ხო, მოსავალს რა იღებენ, მე მინდრობს გაუკიდებენ ხოლმე ცეცხლს და ეს ნამჯა იწვის და რეალურად ეს ნამჯა შეიძლება იყოს ტუკი, რომელიც რა ვიცი, სახლის საშენადაც კი შეიძლება გამოდგეს რა, ხო, დიდი ბლოკია რა. დიდი ფუმფულა ბლოკია. შენი სოციალური ქსელებიდან რაღაც ხედავთ იმას, რომ ინსტრუმენტების ხმარება, იცი, თითქმის ყველაფრის. კი, ყველაფრის არა, შედუღება არ ვიცი სამწუხაროდ და ეხლა უნდა ვისწავლო. შედუღება გჭირდება ესე იგი შენ. კი. რაღაც მომენტში მჭირდება, ახლა კარები მაქვს გასაკეთებელი, ანუ პატარა გარაჟი სახელოსნო სათავსი ავაშენე. იმიტომ რომ აი სახლის უკან ახლა ორანჟერია მაქვს და იქ ორანჟერიაში ერთი პატარა კუთხე მაქვს ხელსაწყობის ესეთი სტენდი მაქვს გაკეთებული, ყველაფერი ჩამოკიდებული, აქეთ თაროზე ელექტროხელსაწყოებიც მიდავს. მაგრამ ნუ აი აღარ მყოფნის რა, სივრცე აღარ მყოფნის, თან რაღაცები ანუ ეს მონარჩენი მასალები ხომ და შეინახო და ამიტომ ცალკე ერთი სახელოსნო ავიშენე. ახლა შენთან ტერიტორიაზე დგას საცხოვრებელი სახლი, ცალკე სახელოსნო. კი, ცალკე სახელოსნო, ასევე ის ფარდული პირველი პადონებით რაც ავაშენე, ისიც დგას და ის თავიდან გადავხურე, იმიტომ რომ არ იყო პირველი რასაც აშენების ყოველთვის მალე ფუჭდება. და ნუ სახურავი გაუფუჭდა და თავიდან გადავადგი კრამიტის სახურავი, საერთოდ ახალი კონსტრუქცია, ჩათვალე ფანჩატური გადავადგი ზემოდან რა, რომ ეს დამეცვა. და ხო, ეს სასტუმრო ფარდული ქვია ახლა, იმიტომ რომ მოხალისეებს პერიოდულად ვიღებ და იქ ცხოვრობენ, სადაც მე ვცხოვრობდი წელიწად ნახევარი. ეს მოხალისეები მოდიან და გეხმარებიან, ხო, ამაზე საუბარი. კი, ხო, ანუ
ძირითადად უცხოელები ზოგადად ქართველები, კი, რა თქმა უნდა, ანუ საიტი არის, სადაც მე რაღაცა დაწერილი მაქვს, რომ ვაკეთებ ამას და ამას და შემიძლია დაგიტოვოთ, თქვათ, ყვებას უზრუნველყოფ, რა თქმა უნდა. და დღეში რაღაცა გარკვეული საათები არის, აი რაღაცა 4 საათი, 5 საათი რა დამეხმარო. და დამეხმარო რა, უბრალოდ და თქვა რაში გეხმარებიან ესენი? აბსოლუტურად აი რაღაცა მშენებლობის დროს გეხმარება, თქვა რაღაცას მოგაწოდებს, თუ შეიძლება თვითონაც ჩართული იყოს რაღაცა. არა, თვითონაც, ანუ ახლა გააჩნია ადამიანს წინასწარ მეუბნება, რომ რაღაცა თუ მიწერია, რომ აი ამ პერიოდში ვაშენებ ამას, გამომეხმაურება ისეთი ადამიანი, ვისაც აინტერესებს ეს, ხო, ხა ძალით ხო არ მოდის ვიღაცა მოდის, რომ აი იმასაც აინტერესებს. უმეტესობა არის, რომ იცი რა, აი ცხოვრებაში მე სადღაც მეც მინდა რომ ავაშენო ეგეთი სახლი და მიწით გავლესო და რეალურად მოდიან და გამოცდილებას იღებენ, ანუ თან მოგზაურობენ, ეს არის ძირითადად ესეთი ბექფეკერი მოგზაური ტიპები, რომლებიც მოგზაურობენ, ცოტა დიდი ხნით რჩებიან ერთ ქვეყანაში, ზოგი რაღაცა 1 თვით, ზოგი რაღაცა 3, 6 წლითაც კი. ანუ რაღაც შეიძლება 2 კვირით იყოს და უბრალოდ გარკვეული სოციალური პასუხისმგებლობის მომენტიც აქვს ზოგიერთს, რომ აი რაღაცა მე ხა დასასვენებლად 2 კვირით რომ მივდივარ, მოდი ამ 2 კვირიდან 4 დღეს გამოვყოფ იმისთვის, რომ ვიღაცას დავეხმარო. ბევრს აქვს ეგ მომენტი სხვათა შორის და მაგიტომ მოდიან და ამ რაღაცა სოციალურ აქტივობას აკეთებენ, რომ გეხმარებიან და თვითონაც უხარიათ, რომ დაგეხმარნენ და გამოცდილებასაც იღებენ. შენ თუ აი მეგობრები თუ გირეკავენ, მაგალითად ჩემთან შემოდის დღეში ალბათ სადღაც 100 ზარი, რომ სად ვიყიდო ეს როგორ გავაკეთო, ის რომელი პროდუქტი ჯობია, ანუ ეს შენ უკვე იმდენად პროფესიონალი გახდი საზოგადოებისთვის და მეგობრებისთვის, რომ რჩევას გეკითხებიან? მოყვარული პროფესიონალი მაინც რაღაცა ძალიან არის მოსწავლე. შენი მიმართულებით პროფესიონალი. კი, არა, ხშირად არის ეგზარები და ანუ ზოგჯერ არის, რომ ესეც ხედავთ, ანუ ჩემ მეგობარს მაგალითად თავიდან ბოლომდე დავაპროექტებინა, ეხა ერთი რაღაც სახელოსნო იმასაც, ესე ვიდეო კოლით ვისხედით, გაზიარებული ეკრანით და მეთქი აი ეს ეხა ესე წამენახე, აბა აქ ამაზე დაფიქრდი, რომ აი სახურავის ოვერჰენგები ესეთი გააკეთო, ქარი საიდან ურტყამს და მოკლედ დაჟე მასალის შერჩევაც რა, ანუ აი რაღაცა რა მასალა გამოიყენოს, რა სისქის მასალა უნდა გამოიყენოს იმისთვის, რომ რაღაც ამ წოლებს რაღაცებს გაუძლოს მოკლედ. შენ ხარ პროფესიით იურისტი. 2 დიპლომით. 2 დიპლომით იურისტი. იყავი პარლამენტარი. კი. რამდენი წელი იყავი პარლამენტარი? 4 წელი იყავი. ხო. ერთი მოწვევის პარლამენტარი იყავი სრულად. სრულად და მოვიხადე. ხო, აი ამ რადიკალური ცხოვრებიდან უცბად აღმოჩნდი აქ. ხო. აი რა შეიცვალა შენ ცხოვრებაში? აი რეალურად აქედან აქ ყოფნაში. არ შეიცვალა, მაგას უფრო მარტივად ჩამოგითვლი, არ შეიცვალა ის, რომ შვილი მყავდა მანამდეც და შვილი მყავს ეს დადარჩენი მეგონი ყველა. რადიკალურად ამ საქმიანობას ყველაფერს თავი დაანებე როგორც შენ როგორც პროფესიულ საქმიანობებს? კი. და რეალურად შეითავსე ახალი პროფესია. სამართლებრივი მიმართულება ერთადერთი მჭირდება იმაში, რომ აი თუ დამაჯარიმეს და სასამართლომა, იქ სასამართლოზე ჩემ თავს მიცავ ხოლმე. ერთი მაგაში ბადგება ეს ჩემი პროფესია, ყოფილი პროფესია. და ეს პროფესია ახლა რაც გაქვს, თქვათ, და თვლი რომ მე მგონი ახალ პროფესიას როგორც დიპლომის სახით იწყებს სწავლას, ხო? ახლა რაღაც პროცესი გაქვს. გეგმაში გაქვს რომ სამშენებლო მიმართულებაში რაღაცა ბოლომდე უკვე დიპლომიანად, მესამე დიპლომიანად რო შეხვიდე. ეხლა ამჯერად ოღონდ ანუ ნახე აქ კი რაღაცა ძირითადად სამშენებლო თემაზე ვლაპარაკობთ, მაგრამ ცოტა უფრო ფართო ამბავში ვარ, ვიდრე უბრალოდ მშენებლობა რა. მშენებლობა არის ერთ-ერთი კომპონენტი, რომელიც ამ ეტაპისთვის მართლა ყველაზე კარგად ვისწავლე, აი ამ დიდი ქოლგიდან, ამ დიდ ქოლგას ქვია პერმაკულტურა. Permanent agriculture, ანუ პერმანენტული სოფლის მეურნეობა, ან პერმანენტული კულტურა უფრო, რომელიც ყველაფერს მოიცავს, ანუ გარემოს მოწყობას მოიცავს რა, გარემოს დიზაინს, ანუ გარკვეულწილად ლანდშაფტის არქიტექტურის მსგავსი არის, უბრალოდ აქ არის ბუნების მოდელები აგებული და ამის მიხედვით აგებ შენს გარემოს, რომ ადამიანის ცხოვრებაც და ბუნების საჭიროებებიც თანაბრად იყოს დაკმაყოფილებული. ჰარმონიული რომ იყოს, თქვა, სახლისა და გარე პირობების ერთად შერწყმა რომ იყოს რაღაც დონეზე. და ჩემი საჭიროებები როგორც ადამიანის იყოს სრულად დაკმაყოფილებული, ისე რომ ამ ყველაფრით მე ბუნებას კი არ ვაზიანებდე, პირიქით ხელს ვუწყობდე ბუნებას, ვქმნიდე ეკოსისტემას, სადაც იქ
ცხოვრები, აი ეს ღარბი იქნება ჩხიკვი თუ ვინც არიან, ვინც ცხოვრობენ ჩემთან კაჭკაჭები და რაღაცები, იმათვისაც კი ბენეფიტის მომტანი იყოს რა. და ამ რაღაც სასარგებლო ურთიერთობებს პოულობდა ამას ასაქმებ მოკლედ. ერთ-ერთი ამ ყველაფრის არის ბუნებრივი მშენებლობა. ანუ ეს არის დიდი ქოლგა, ერთ-ერთი ანუ რაღაცა შენობა რო გჭირდება ბუნებრივი მშენებლობის, ანუ ადგილზე ხელმისაწვდომი მასალებით, რომ ააშენო. ასევე ამაშია მაგალითად ჰიდროლოგიის ელემენტებიც, იმიტომ რომ წვიმის წყალი უნდა შევაგროვო და იმიტომ რომ ერთადერთი რაც უფასო არის მართლა არის რაც ციდან მოდის, ხო? და ციდან მოდის წვიმა, მზე, ქარი. ხო, ანუ წვიმის წყალი მინდა რომ შევაგროვო და ამის რაღაცა სპეციალური პატარა ტბორები გავაკეთო და უნდა ვისწავლო ესეც. შემდეგი გეგმა ეს არის. ასევე შემდეგი გეგმა ისევ შენებას უკავშირდება რაღაცა ტრენინგ სივრცე უნდა ავაშენო, იმიტომ რომ ვორქშოპებს, მასტერკლასებს, შეხვედრებს ამ ყველაფერს ცნობიერების ზრდისკენ მიმართულ. შემდეგ კითხვაც გმინდოდა, აი ეს ყველაფერი რისკენ მიდის და საბოლოო ჯამში 2018 წელს წახვედი, ხო? 2018 წელს ქალაქიდან რო წახვედი და ძალიან იშვიათად რო გსტუმრობ ხოლმე ქალაქში. რა ბოლო რა არის? ბოლო სულისხმობ ანუ რა არის მიზანი იმის რომ მანდ რა უნდა მოხდეს? ანუ მე რაღაცა მაინც საბოლოო ჯამში სოციალური ტიპაჟი ვარ რა, რომლისთვისაც მარტო ჩემი კარგად ყოფნა, ჩემი რაღაცა ბედნიერება თუ წარმატება იქნება თუ კარგად ყოფნა არ არის საკმარისი იმისთვის, რომ კარგად ვიგრძნო თავი და ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის, რომ ეს რაღაცა გარეთ გამოვიტანო და სხვებსაც გაუზიარო და სხვაებით რაღაცა ვეცადო, რომ კარგად იყვნენ. ეს იყო мотиваცია, რატომაც პოლიტიკაშიც ვიყავი და რატომაც მე ეხლა რაც წამოვედი დისტანცირდი იმ ყველაფრიდან და რასაც ახლა ვაკეთებ, აქაც მთავარი რომ აი რაღაცა საბოლოო ჯამში მინდა რაღაცა ისეთი გავაკეთო, რომლითაც მარტო ჩემ ცხოვრებას კი არა, სხვა ადამიანების ცხოვრებასაც გარკვეული რაღაცა ვეცდები მაინც რომ გარკვეული დადებითი გავლენა მქონდეს, რაღაცა ეს ჩემი თქვათ სოციალურ ქსელებში აქტიურობაც ამას ემსახურება, რომ უცებ წამოვიდა ისეთი უკავშირი, რომ ძალიან დიდი мотиваცია ხარ ჩემთვის და სულ გიყურებ და აუ რა კაია და მეც მინდა და რომ გიყურებ კიდევ უფრო мотиваცია მეძლევა და ეს იყო რომ მეთქი არა აუცილებლად ეს უნდა გავაზიარო და უნდა გავაზიარო მარტო ეს Facebook-ით და Instagram-ით და რაღაც სოციალური მედიით არა რა. რეალურად ადამიანს უნდა შეეძლოს მოვიდეს და აქ ადგილზე შეიგრძნოს ეს ყველაფერი ან ისწავლოს, იმიტომ რომ ხვდები რომ ვიღაცა ჩემნაირი აუცილებლად იქნება რა და მე რომ მქონოდა ეგ შესაძლებლობა 7 წლის წინ ბევრად მარტივი იქნება და ჩემი ცხოვრება. მე გავიარე მართლა ძალიან რთული გზა გავიარე რა. ანუ აი კარავში რომ მეძინა ხა რომ მარტივად ვთქვი თვენახევარი კარავში ცხოვრობდი, მაგრამ თირკმელები გამიცივდა. და საავადმყოფოში ვიყავი და მე წელიწად ნახევარ ფარდულში რო ვცხოვრობდი, აქ თავში მიბერავდა -8 გრადუსები რა. ეგ რაც ხო არისო ეგ მარტივად ვყვები. აი ჯანმრთელობას თავი რო დავანებოთ, ტექნიკურად ყველაზე მეტად რა გაგიჭირდა? ზამთრები მიჭირდა ძალიან, ტექნიკურად მიჭირდა ზამთრები ძალიან, მაგრამ ნუ ეხა უკვე მაგასაც შევეჩვიე თავიდან, ნუ აი ხერხემლის თიაქარი დავიმართე მაგალითად რა, მძიმეების აწევს, სიმძიმეებით დავიმართე და შევირყია ჯანმრთელობა ამ ყველაფრის გამო, მაგრამ ეხა უკვე ისიც ვისწავლე რომ რაღაცა აქაც ოქროს შუალედი ვიპოვო. ხო, მოკლედ საბოლოო მიზანი ვერ დავამთავრე, არემარე უნდა იყოს პერმაკულტურის და ბუნებრივი მშენებლობის სადემონსტრაციო სასწავლო სივრცე და ამ ყველაფერზე ცნობიერების ამაღლების სივრცე. პლუს ძალიან დიდი ფოკუსი მაქვს ბავშვებზე, განსაკუთრებით თბილისში მცხოვრებ ბავშვებზე, რომ აი სადღაც გამოსვლის გამოყვანის შესაძლებლობა გქონდეთ სკოლებსაც, მშობლებსაც, რომ აი რაღაცა მიწასთან ურთიერთობის მომენტი გქონდეთ, თქვათ სცენარების დარგვა მიწასთან ურთიერთობა, ან უბრალოდ თავისუფალი დრო გაატარონ, ან მე როგორც მიყვარს აი ეს რაღაცა თიხასთან ურთიერთობა, ანუ სულ თერაპიულია, ძალიან თერაპიული რაღაცა არის, აი ეს თიხასთან ურთიერთობა და ბავშვები გიждდებიან ხოლმე, ძალიან უყვართ რა, ძერწავენ ხოლმე ამ თიხით რაღაცას, მე კედლებსაც ძერწავენ ხოლმე. აი რამებს ვაკეთებთ, მოკლედ უკვე და ვაპირებთ რომ გავაძლიეროთ. საოცრება, მართლა საოცრება და კარგია რომ ინიციატორი ხარ ამის, იმიტომ რომ ვიღაცას როდესღაც მაინც უნდა დაეწყოს ყველაფერი და მიხარია რომ შენ ეს ყველაფერი შეძელი. მომავალი გეგმები რა გვაქვს, თქვა, მშენებლობის თვალსაზრისით? ხო, პირველი checkpoint-ი როგორც გითხარი, არის ტრენინგ ცენტრის აშენება. ბუნებრივი მშენებლობის ტექნიკებით, რა თქმა უნდა, იქაც რაღაც ახლების და ექსპერიმენტებას, რა თქმა უნდა, ვაპირებ.
ვაპირებ რომ მთელი ეს პროცესი მინდა ყოველ შემთხვევაში რაღაცა პატარა შოუსავით გამოვიდეს A to Z მშენებლობა, რომ ტუტორიალების ვარიანტშიც დარჩეს, რომ იქ თუ ვერ ანუ თან პლუს ვორქშოპები იქნება მუდმივად, რომ აი ეხლა ვაკეთებთ ამ სახურავს და ამაზე რაღაცა ცალ-ცალკე ივენთები დაიდება, რა თქმა უნდა. იდეას გიყვები ჯერ ზუსტად დაგეგმილი, ესე თარიღი არ ვიცით, მაგრამ იდეა არის ეს და თუ გავაკეთებ ასე. თუ არა რომ გავაკეთებ. და მოკლედ ვორქშოპები იქნება, პლუს ამას გადავიღებთ და დარჩება ტუტორიალებად იმისთვის, რომ ოდესმე კიდე ვიღაცა ჩვენნაირები რო იქნებიან, იმათ უკვე რაღაცა გამზადებული კონდეთ და არიწვალონ, როგორც მე ვწვალობდი მაგალითად. შედედა ცხოვრობს შენი შვილი. კი. რომელიც არის 15 წლის, ხო? და მოკლედ ვთქვათ, 7 წელი იგაზარდა, ხო? აი მაგაზე გადმოდია, რომ იცის, ხო? ანუ ეს ტექნოლოგიები, რაც შენ რეალურად ვიღაცისთვის სიახლეა და ბევრი ადამიანისთვის სიახლეა, შენმა შვილმა ეს ყველაფერი ისწავლა. კი, იცის, ხელსაწყოების გამოყენებაც იცის, ფიზიკურად ძალიან გაძლიერდა და მოყოჩაღდა, რაღაცა ცოტა პარკეტზე გაზრდილი ადამიანი უცებ რაღაცა ძალიან ისეთი ყოჩაღი ბიჭი არის ახლა, ძლიერი. დედამ აღმოაჩინა იმას აუ არა, ძალიან დაინტერესებულია ამ ყველაფრით და რეალურად ახლა ბოლო პერიოდი ჩამოყალიბდა იმაზე, რომ რაღაცა არქიტექტურა, ინჟინერია მიმართულება აინტერესებს რა და მეთქი საიდან? რანაირად? ესე სახში მოვიდა ერთხელ და ხაზვა დაიწყო და იცი რა არქიკადი უნდა ვისწავლო. მეთქი, მაგარია. კარგია, ხო? ეს ყველაფერი აინტერესებს, ყველაფერში მეხმარება, ანუ ლესვაც იცის, ხეზე მუშაობა იცის, ხეების რაღაცა გასუფთავებაში, გადატანაში ახლა უკვე მეუბნება, რომ შენ მძიმეები აღარ ასწიო, მე ვაგერო, რომ ჩამბედის და მეხმარება ხოლმე. ანუ ის არის მისთვისაც ძალიან დიდი ინტერესის სფერო ახალი გაიხსნა რა ამ ყველაფრით და სულ ესე რაღაცა ხარდადეგები რომ ექნება, რაღაცა ხეზე მუშაობას დავიწყებს უამბობს ხოლმე, ნუ. ესე იგი რაღაც სამუშაო პროცესი როცა გექნება ჩვენ გადაცემით აუცილებლად გესტუმრებით, სიამოვნებით. ცოტა მეტად რომ რაღაც შენი სივრცით და სოციალურ ქსელებით ანახებ ამ ყველაფერს ხალხს, მაგრამ ჩვენი მაგრამ ძალიან რთულია თან ლესო და თან იღო და ასე რომ თქვენ თუ გადაიღებთ და მესრულად ვიქნებით საქმეზე. დღესაც ჩვენს დაგეხმარებით თან ასე ძალიან მაგარია. სამშენებლო თან ჩვენ გამოცდილება გაცილებით დიდი გვაქვს, ვიდრე ვიღაცები გეხმარებიან ხოლმე იქ. არა, შენ შეიძლება შენ უკვე შეიძლება კონკურენტიც ხარ ჩემიც დაჟე. ნეტა იმც. რას ურჩევ ჩვენ მაყურებელს? ვინც აპირებს თქვათ რაღაც აქვს მიწის ნაკვეთი და შენი მათთვის შენი რჩევა რა იქნება, როგორ უნდა მოიქცნენ? მათთვის უმჯობესია, შენ ხო სოციალური ადამიანი ხარ და გაგიხარდება თქვათ რომ ვიღაცას ურჩევ და ამას გააკეთებ. ერთი ფაქტორი მან რაც არის, რაღაცა ესე მე გირჩევთ ფორმატში არ ვლაპარაკობ ხოლმე რა, ანუ უფრო მე ვაკეთებ, რასაც ვაკეთებ და თუ შენ სადღაც დაგეკლიქება, სადღაც რაღაც აინთება, ესე იგი შენ თვითონ დაინტერესდები ამ ყველაფრით და შენ თვითონ გამოიტან დასკვნას იქიდან მე რასაც ვაკეთებ. ამიტომ ეს კარგია, ვიღაცისთვის ეს კარგი შეიძლება არ იყოს ისეთი კარგი რა. უბრალოდ ერთი პრინციპის დონეზე შეთანხმება, რასაც ვთხოვდი, ვიდრე ვურჩევდი, არის რომ თუ კი ვინმე გეგმავს, რომ მიწასთან ურთიერთობა კონდეს, ორი რაღაც ბუნება აღიქვას, როგორც ცოცხალი და პატივსაცემი, აი როგორც რაღაცა უფროს ადამიანს ან ღმერთს პატივს სცემ, აი ესე ამ მიდგომით რომ მივიდეს იმ ნაკვეთში იქნება თუ ნებისმიერ ხესთან თუნდაც, იმიტომ რომ მართლა ცოცხალია ეს ყველაფერი, ამ ყველაფერთან ინტერაქციაში ვართ, ეს ყველაფერი ჩვენზე ახდენს გავლენას. ეს იქნებოდა პირველი თხოვნა და მეორე, ანუ აი ნაკვეთში თუ მივხვდეთ ეს გასუფთავებას რო ეძახიან და ხეებს რო ჭრიან ეგარ გააკეთოთ. ხო, გამოკაფას რო ეძახიან, ხო რა. ტრაქტორით მიდიან და ყველაფერს იღებენ. ანუ მეზობელ ნაკვეთში მუხის ხე აიღეს ეგრე და ანუ აი მე მიდექი და ფლამის ვტიროდი. მაგრამ იმ მუხის შვილები არიან ძალიან ბევრნი ჩემ ნაკვეთში, იმიტომ რომ ეს რაღაცა თაგვები, რაღაც კაჭკაჭები, რაღაცები ამას მარხავდნენ და ამოვიდნენ იმ მუხის შვილები და მე ხა ვზრდი იმ მუხის შვილებს. შენ თბილისში ცხოვრობდი, რაღაცა ტრადიციულად აშენებულ სახლში.
ბინაში ხო ოთახიან ბინაში ცხოვრობდი კი ან ერთ-ერთი ეგეც იყო ანუ ხა ჩემი შვილი იზრდებოდა და ნუ რაღაცა ერთი საერთო ოთახი იყო ერთი საძინებელი და მეთქი ეს ბავშვი რო გაიზრდება ცალკე საძინებელი ხო უნდა და ნუ არ იყო საშუალება რომ იქ ისე და მეთქი რაღაცა ისეთი მჭირდება რა რომ ამ რაღაცა ბავშვი რო გაიზრდება თავის საძინებელი ქონდეს და ნუ აი რა და მე პლუს იყო ეს რომ ბუნებაში გჭირდება და ნუ აი ეს რაღაცები დავასინქრონე პლუს ის რომ რაღაცა მეთქი ბუნებაში ესე გავიდე და უბრალოდ თავშესაფარი იყოს როცა სტრესი მაგავიდე და იქ გავნიავდე მეთქი ეგრე არ მინდა აი ჯანმრთელობის მხრივ თქვათ აი როგორ ფიქრობ რომ აქ რო ცხოვრობდი და რაღაც ალერგიული ფონები ისინი მილიონი რაღაც ახლანდელი ცხოვრება რაღაც ორგანიზმი რითი გზნობს ამას გარდა იმისა რომ თქვათ რაღაცა მანქანების აუზაუსი არ ვარ გამონაბოლქვი კი ბატონო მანქანების ხმაური არ არის გამონაბოლქვი არის რომელიც ასევე სტრესული ფაქტორია რა იგივე აი ღამე გარეგანათება რო არის რეალურად დასვენებისთვის მჭირდება ჩვენ ორგანიზმს რომ აბსოლუტური სიბნელე იყოს ესეც ფაქტორია თქვა თბილისში აი light pollution სინათლის დაბინძურება ძალიან მაღალი არის და ეგეც ახდენს გავლენას რომ კარგად არ გვძინავს მაგალითად ასე ნუ აი ერთ პატარა ნიუანსია რა სახლი დავაგეგმარე ისე რომ მზე რო ამოდის ჩემს საძინებლის ფანჯარაში ამ ვიტრაჟში ამოდის ეს მზე და პირდაპირ ეცემა ჩემს საწოლზე ანუ მზე არის ჩემი მაღვიძარა მე არ მჭირდება რომ რაღაცამ გამაღვიძოს ეს ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი benefit-ი არის რა. პლუს აი დიზაინის ისეთი ელემენტები მაგალითად არ მიყვარს სამზარეულოში დგომა რა არ არის სამზარეულო ჩემი. მაგრამ ნუ გინდა არ გინდა ნუ გიწევს ხო ადამიანს ახლა მით უმეტეს შვილი როცა ბარგალკით ბარგალკით სამზარეულოში ბარგალკით ვერ დადგენ. კუთხახთა ხეხი მანქანით ხო რაღაცა სუპს ვერ გააკეთებ რა გიწევს რომ სამზარეულოში დადგე. და ნუ რაღაცა ესეთი დიზაინის ფიჩერი გავაკეთე რომ წინ მაქვს ესეთი დიდი ფანჯარა და რაღაცას ვაკეთებ და ფანჯარაში ვიყურები გარეთ. ვიყურებ მზის ჩასვლის ხედებს მაგალითად რაღაცა ეს. ესეთი პატარა ნიუანსები არის ის რაც ჩვენ ცხოვრებას რაღაცა ბევრად მშვიდს ხდის, ბევრად კომფორტულს ხდის და იცი რა, კომფორტი ჩემთვის არ არის მაგალითად რაღაცა ლაქშერი აუცილებლად რა. პირიქით, სიმარტივე ბევრად კომფორტული არის. ზუსტად ეგ სიმარტივე მაქვს სახლში. ეს მგონია ძალიან ისეთი მნიშვნელოვანი კომპონენტი, როდესაც ფიქრობენ ადამიანები სახლის დაგეგმარებაზე, რომ მაქსიმალურად რაღაცა საჭიროებები ის ელემენტარული რა არის, ანუ არა კონსიუმერული რო აი ეს მინდა და ის მინდა, რეალურად მართლა რა გვჭირდება რა ის ყველაზე ცოტა რა არის რაც გვჭირდება რომ მშვიდად ვიყოთ და იქით კი არ მოგვიხმაროს რაღაცებმა რომ ამის მეინტენენსმა იქით მომიხმაროს პირიქით აი ძალიან მაგარ მანქანას რო იყიდიან და რო აკოდებიან იქით რომ ვაიმე თუ რაღაცა პირიქით შენი ენერგია იქით მიაქვს ამ ყველაფერს და რეალურად ეს ყველაფერი სამყარო იმისთვის არსებობს რომ ენერგია მოგცეს და ჩვენც გავცეთ მე ეს ენერგია და ამ შემთხვევაში რაღაცა ჯანსაღი კომუნიკაცია მყარდება რა ფანტასტიკური მარიამ ძალიან დიდი მადლობა გადაცემის სტუმრობისთვის შეპირებული ხარ რომ აუცილებლად იქ უნდა იმას პინძლო და ჩვენ გამოგაზაფხულდა შესაბამის საჩუქრებით მოვალთ იქ და შეიძლება რაღაც ფიზიკურადაც დაგეხმაროთ რაღაც კარგ ამინდში ესე რომ ვთქვა კი სამონებით კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ძალიან დიდი და სრული ინფორმაცია მიიღო რაღაც წილ ეს მეტი სხვა ინფორმაციის გაცემა ამის ხო უკვე ტექნიკური მიმართულება სხვა ინფორმაცია რომ გაცე უკვე რაღაც ფიზიკურად და ტექნიკურად უნდა საუბრობდე უკვე კონკრეტულ პროდუქტებთან ერთად დანარჩენი ვთვლი რომ თქვა რაღაც მაყურებელიც მიიღებდა რაღაც სრულ ინფოს თუ სწორად როგორ სახლში უნდა ცხოვრობთ მადლობა მიხარია მადლობა რომ ამას აკეთებ და მადლობა იმისთვის რომ ბევრი ადამიანი თუ მოგბაძავს ამ ყველაფერში პრინციპში მადლობა შენ რომ და მადლობა მათ უკვე რომ შენ მოგბაძავ. ძალიან გამიხარდება თუ რაღაცა ბევრ ადამიანში იქნება ის მომენტი რომ თავადვე საკუთარი ხელით რო ქმნი საკუთარ გარემოს ეს არის ძალიან ძვირფასი ხდება მე ეს ყველაფერი იმიტომ რომ შენს ენერგიას დება ამ ყველაფერში და მე ის აქეთაც გმუხტავს რა ამ ყველაფერი და ძალიან ისეთი ბედნიერი ადამიანი ხდები როცა შენი ხელით გაკეთებულ სახლში ცხოვრობ მაგალითად უღრმესი მადლობა მობრძანებისთვის მე კი შეგახსენებთ რომ ყოველ სამშაბათს
იგივე დროს, იგივე საათზე, სახელოსნო აუცილებლად თქვენთან ერთად იქნება. შემდეგი სამშაბათიდან უკვე გვექნება ჩვენი სპონსორების წარდგენა და მათი პროდუქტებზე საუბარი. ასე რომ დარჩით ჩვენთან, გამოიწერეთ ჩვენი YouTube არხი და ჩვენგან ძალიან ბევრ საინტერესო ინფორმაციას მიიღებთ.